السلام عليكم ورحمة الله. إن الحمد لله نحمده ونستعينه ونستغفره ونعوذ بالله من شرور أنفسنا ومن سيئات أعمالنا من يهده الله فلا مضل له ومن يضلل فلا هادي له وأشهد أن لا إله إلا الله وحده لا شريك له وأشهد أن محمدا عبده ورسوله. اللهم علمنا ما ينفعنا وانفعنا بما علمتنا وزدنا علما وأصلح لنا شأننا كله ولا تكلنا إلى أنفسنا طرفة عين. 39 حديثي عن أبي هريرة ماذا مسترم شو ما صلى الله عليه وسلم تقوى من يريد الله به خيرا يصيب منه ويسات الله تو الله سؤال بيغات خلق أدميانيستوس خيري ماذا سوغزاونيس غاموستاس ماذا سوغزاونيس غاموستاس إساريس صحيح حديث ومس غاموستا بخاري شيخ ابن سيمين الله ما يجي شيء صوص تقوى قوله يصيب قرئت بوجهين صدق يصيب أنه ميسمز غاموستاس ماذا ساكس أوريكيتخا يصيب عن مصاب يصيب عن يصاب أما يصيب منه فالمعنى أن الله يقدر عليه مصائب حتى يبتليه بها رشيخ بسيط قص يصيب منه استنشاوسي مسرم الله عز وجل خندا خان داتس أدميانيستويس غاموستيبس روميساتس ماذا سوغزاونيس أيسبيرو أم يدجر مويتمس أدمياني أم غاموستيبس دوز تو غاموخاتوس بريتنزياس وكما قوبيلوباس وأما يصاب منه رشيخ بسيط قص يصاب منه رغوس هاريس خوري وايچ გადმოცემული ეს არის უფრო ფართო გაგება უფრო ფართო გაგება აი يصاب من الله ومن غيره ანუ შეიძლება რაღაცა გამოსდა იყოს გინ ალლაჰისგან გინ ხალხისგან ولكن هذا الحديث მაგრამ რაშიხ ამ حديث ზუსტად ამ حديث المطلق مقيد بالاحاديث الاخرى التي تدل على ان المراد من يريد الله به خيرا فيصبر ويحتسب فيصيب الله منه حتى يبلوه راشيخ ام حديث شيخ راسي خزمبو اكاز نخسمر الله شما صلى الله عليه وسلم თქვა ვისაც თუ ალლას უნდა ვიღას მორჩილისთვის ადამიანისთვის ხეირი რასაკეთებს გამოსთავს მაგას უგზავნის მაგრამ ეს არის მუტლაყ ჰადის მუტლაყ რას ქვია ანუ მთლიან ჯამში ასე ვთქვათ აქამდე ჩვენ გავიარეთ ჰადისები რომ ადამიანი გამოსთების დროს რა უნდა გააკეთოს საბრი და შუქრი არა ეს ჩვენ არ ვიძახით ადამიანის მდგომარეობა არა გამოსთის დროს ადამიანს უნდა ქონდეს საბრი და ეჰტისაბი ეჰტისაბი რა მადლის მოლოდინი უნდა ქონდეს მაგასთან ერთად ყველაფერი თუ ანუ ყველა ჰადისები შევაგროვოთ ერთად მაგ დროს ნიშნავს იმას რა რომ ალლას უნდა ხეირი ადამიანისთვის მე შეიხე აგზედებს ამა იდა ლამ يصبر მაგრამ თუ ადამიანი არ მოითმენს გამოცდების დროს فإنه قد يصاب الإنسان ببلايا كثيرة وليس فيه خير შეიძლება ადამიანს შეეხოს რაღაცა ძალიან ბევრი გამოსდა ძალიან ბევრი უბედურება მაგრამ მაგაში ხეირი მაგისთვის არ იქნება ولم يريد الله به خيرا ეგეთ ადამიანისთვის ხეირი არ უნდა ანუ ძმებო იმის ნიშანი რომ ალლას უნდა ჩვენთვის ხეირი როცა ჩვენ გვაქვს გამოცდა რა არის როცა ჩვენ ვაკეთებთ საბრს და ეჰტისაბს ჩვენ ანუ ველოდებით ალლაჰისგან რა მადლს ასევე ზოგიერთი ალიმები თქვა ის ჩემ გადავამატებ რომ ზოგიერთმა ალიმმა თქვა თუ გამოსთის გამო შენ გამოსწორდი შენი ურთიერთობა ალლაჰთან გახდა უფრო უკეთესი ცოდვების თავი დაანებე დაუბრუნდი ალლაჰს ეგაც შეიძლება იყოს ხეირი ალლაჰისგან შენთვის მაგრამ მაინც და მაინც არ ნიშნავს რომ ეს გამოსთ არის ხეირი შეიძლება დასჯა იყოს შეიძლება ალლაჰ აზო გამოგზავნოს დასჯა იმის გამო ცოდვების გამო რომელიც შენ აკეთებდი რაღაცა ავანტყოფობა რაღაცა ფინანსური პრობლემა ნებისმიერ რაღაცა შეიძლება იყოს ანუ ორი ვარიანტია მაგრამ თავარი რა უნდა გამოვიღოთ ჩვენი გამოცდებისგან ნებისმიერ ცხოვრების გამოცდა უნდა ხო საბრი ეჰტისაბი და უნდა შევეცადოთ რომ გამოვიყოთ ეს გამოცდა ჩვენი ხეირისთვის რომ გამოსწორდეთ فالكفار يصابون بمصائب كثيرة شيخ يجخس روم كافر ეხება ძალიან ბევრი გამოცდა وما هذا يبقون على كفرهم მიუხედავად იმისა თავის ქუფრზე უწყნოებაზე რჩებიან حتى يموتوا عليه სანამ არ მოკვდებიან ეგეთ მდგომარეობაში وهؤلاء بلا شك لم يريد الله بهم خيرا ეგეთ კი ხალხს რა თქმა უნდა ალლას არ უნდა ეგეთ ხალხისთვის რა ხეირი لكن المراد ماذا راس أنو رارس را يقولسم بأم حديثي من يريد الله به خيرا ويسات عند تو الله عند بيغاسيستوس خيري فيصيب منه دا أجزانيس راسا غاموستاس فيصبر إتمنس جت الدمياني على هذه المصائب أم غاموستاس إتمنس فإن ذلك من الخير له إس أريسوك مستسرا خيري لأنه سبق أن المصائب يكفر الله بها الذنوب ويحط بها الخطايا იმიტომ რომ შეიხი ძახის აქამდე ჩვენ გავიარეთ ჰადისები რომ ალლაჰი აზზა ვაჯალ პატიებს ადამიანისთვის ცოდვებს როცა მაგას ეხება რაღაცა გამოცდა
ومن المعلوم أن تكفير الذنوب والسيئات وحط الخطايا لا شك أنه خير للإنسان. شيخي إذا را شيخي إمام سروم როცა ადამიანს ეხება გამოცდა და მაგის გამო მაგას ეპატიება მისი სოდები, რა თქმა უნდა ეს არის ძალიან დიდი ხეირი, ძალიან დიდი სიკეთე ხალხისთვის, ადამიანისთვის. لأن المصائب غاية ما فيها أنها مصائب دنيوية تزول بالأيام. რა შეეხება გამოცდებს, ეს გამოცდები არის ყველა დროითი, ამ დუნიის არის დროითი, მოვა ეს გამოცდა, მე რამოდენიმე დღის მერე გავა. كلما مدت الأيام خفت عليك المصائب. როგორც კი გავა რამოდენიმე დღე, ადამიანის უფრო ადვილია იმ გამოცდის, გავლა. როგორც ნებისმიერ ძმებო შეიძლება იყოს ავადმყოფობა. ადამიანი პირველად რომ მოვა ავადმყოფობა, გინ ზურგის ტკივილი, გინ რაღაცა, თავიდან მისთვის ძნელია. მერე ეჩვევა. ესე ალლაჰმა ისე გააკეთა, მერე ადამიანი ეჩვევა. ეს დუნია შეიხი იძახის რომ გადის ჩქარა. لكن عذاب الآخرة باقين. მაგრამ რა შეეხება آخرათის დასჯას, ის არის სამუდამო. ალლაჰმა დაგვიფაროს მებო. ამინ. والعياذ بالله. فإذا كفر الله عنك بهذه المصائب صار ذلك خيرا لك. და თუ ალლაჰმა გაპატია შენ ამ გამოცდების გამო, შენი ცოდები ეს არის შენთვის ძალიან დიდი ხეირი.